თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავისი გუნდის მიზნებზე და მეტოქეებზე ისაუბრა და ჯვაროსნებთან 4 სექტემბერს ჩასატარებელი პირველი ტურის მატჩის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ფეხბურთელებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს და 24 წლიანი პაუზის შემდეგ მუნდიალზე გასვლისათვის თავს არ დაზოგავენ. პირველი შეხვედრა ძალიან სერიოზულ მეტოქესთან გვაქვს. ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა. ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით უფრო შეკრული გუნდი და შემადგენლობა ჰყავთ. პირველ თამაშს სრულად კონცენტრირებული უნდა შევხვდეთ. მონტელამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი რთულ ჯგუფში მოხვდნენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თურქული შაურმა მაინც ყველას ჯობია. დამიჯერეთ, ეს ნამდვილად ასეაო, უთქვია ბატონ